ჟელატინი ანუ ჟელე რამდენად ჯანსაღს საკვებად ითვლებაო. რაც შეეხება ჟელეს, ის არის ცხოველური წარმოშობის ცილისგან მიღებული, კერძოდ კოლაგენის ცილისგან მიღებული პროდუქტი და შეიძლება ჩაითვალოს კი ჯანსაღს საკვებად. თუმცა აქ არის ერთი დეტალი გასათვალისწინებელი, გააჩნია როგორ ამზადებთ ჟელეს და რომელ ჟელეს ყიდულობთ. თუ ყიდულობთ ისეთ ჟელეს, რომელიც არის დანამატებით შეიცავს ხილის დანამატს და შაქარს, რა თქმა უნდა, ასეთი ჟელე ჯანსაღს საკვებად არ გამოგადგებათ, ან მომზადების დროს თუ კი ისე ამზადებთ, რომ უშვებით ბევრ შაქარს ან შაქრიან იოგურტებში მყრით აი ამ ჟელეს, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჯანსაღი კვების ნაწილად არ გამოდგება, მაგრამ თუ თქვენ ყიდულობთ აი ჩვეულებრივ ჟელატინს, რომელსაც არ აქვს დანამატები და მოამზადებთ სწორად შაქრის გარეშე, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჯანსაღი საკვებია კოლაგენის წყაროა და შეგიძლიათ ჩართოთ წონის კლების დროს რაციონში. ასევე არის დაბალ კალორიულიც და კლებაშიც არ შეგიშლით ხელს.